დაბადება. თავი მე-18. და გამოეცხადა უფალი აბრაჰამს მამრეს მუხნართან, როცა შუადღის პაპანაქებაში კარვის კართან იჯდა. აღაპყრო თვალები და ხედავს, სამი კაცი დგას შორი ახლოს. დაინახა, კარვის კარიდან მათ შესახვედრად გაიქცა და მდაბლად სათაყვანი. უთხრა, უფალო, თუ რა მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს. ცოტა წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე ხის ჭდილში მოისვენეთ. გამოგიტანთ მცირეოდენ პურს და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით, რა კი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს და უთხრეს მას, ისე გააკეთე, როგორც თქვი. აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაჰამი და უთხრა, იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე. ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას. აიღო ერბო, რძე, მომზადებული ხბო და მიართვა, ხოლო თვითონ ხის ძირში, შორი ახლოს იდგა, ისინი რომ ჭამდნენ. ჰკითხეს, სად არის სარა, შენი ცოლი? უპასუხა, აქ არის კარავში. და თქვა ერთმა მათგანმა, გაისათ ამ დროს აუცილებლად დაუბრუნდები შენთან და აჰა, ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს და ისმენდა სარა ამას კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა. მოხუცები იყვნენ აბრაჰამი და სარა, ხანში შესულნი და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი. გაეცინა სარას გულში და თქვა, როგორ უნდა განვიცადო მოხუცმა სიამე და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია. და უთხრა უფალმა აბრაჰამს, რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით, ნუ თუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას. განაუფლისთვის შეუძლებელია რაიმე, დათქმულ დროს გაისად დაუბრუნდები შენთან და ეყოლება სარას ძე. შეეშინდა სარას და უარყო, არ გამიცინიაო და უთხრა, არა, გაიცინე. ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაიხედეს, გაჰყვა აბრაჰამი გასაცილებლად. თქვა უფალმა, დავუმალო აბრაჰამს, რის გაკეთებას ვაპირებ. აბრაჰამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა და მისით იკურთხება დედამიწის ყოველიერი. რადგან იმისთვის ავირჩია იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახლეულს თავის შემდეგ, უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაუმკვიდროს უფალმა აბრაჰამს ყველაფერი, რაც აღუთქვა. და თქვა უფალმა, რა კი ფრიად გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე და მეტის მეტად დაუმძიმდათ სოდვები. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია, თვითონ შევიტყობ. გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს. აბრაჰამი კი ჯერ კიდევ უფლის წინაშე იდგა. მიახლა აბრაჰამი და უთხრა, ნუ თუ მართალსაც დაღუპა უკეთურთან ერთად. ეგებ 50 მართალი აღმოჩნდეს მაგ ქალაქში. ნუ თუ დაღუპავ და არ დაინდობ მაგ ადგილს, იქ არსებული 50 მართალის გამო. შორს შენგან ასეთი საქმე, რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი, შორს შენგან, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს. უთხრა უფალმა, თუ პოვებ სოდომში 50 მართალს, მთელ ქალაქში, მაშინ შევიწყალებ მაგ ადგილს. მიუგო აბრაჰამმა, გავკადნიერდი რომ ვლაპარაკობ ჩემს მეუფესთან მე, მტვერი და ნაცარი. იქნებ 50 მართალს მხოლოდ 5 დააკლდეს, ნუ თუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს. უპასუხა, არ დავღუპავ, თუ პოვებ 45-ს. განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა, იქნებ 40 აღმოჩნდეს. უპასუხა, არც 40-ისთვის ჩავიდენ ამას. კვლავ თქვა აბრაჰამმა, ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ 30 აღმოჩნდეს. უპასუხა, არ გავაკეთებ ამას, თუ პოვებ 30-ს. კვლავ უთხრა, გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები, იქნებ 20 აღმოჩნდეს. უპასუხა, 20-ისთვისაც არ დავღუპავ.
თქვა ა ブラ ჰამმა: ნუ განრისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: 10 კაცი რომ აღმოჩნდეს, უთხრა: არცად ისთვის დავღუპავ. და წავიდა უფალი, როგორც კი ა ブラ ჰამთან საუბარი დაასრულა და დაბრუნდა ა ブラ ჰამიც თავის ადგილზე.